აი ეს პიროვნებები გეცნობათ თქვენ ხო? გეცნობათ. აი ეს პირველი არის დანიელი, რომელიც როცა ზვიად გამსახურდია გადააგდეს 6 რიცხვი იანვარს 7 რიცხვი ტრაპეზი ჰქონდა ეკლესიაში და იქ ილიას მადლობას უხდით და ეს და ყველა ერთად ვინქიცინდა სუფრაზე. ეს ვიდეო ცალკე განახეთ, ხო? რომ შენო ყველას დიდი წვლილი მიგიწვის ზვიადის გადაგდებაშიო. ხომ ასე იყო? კი. ეს 4 არიან ბრილიანტის ჯვრის მფლობელნი. ეხლა ვიცით, ეხლა ესაიაზე რასაც იტყვით, გამიგეთ, ვიღაცაც ბევრს მოსწონს და ევასება და რაღაცა თუ ესეთი კარგია, შემოკარგო, მაშინ გამოვიდეს და ან შინგდან დაუწყო სისტემას ბრძოლა. და თუ შენ იცი ყველაფერი და მაინც ემსახურები ამას, აი დამთავრებულია შენი საქმე და არ გვინდა ეხლა მაგაზე ბევრი ლაილაი. და აქეთ ეს გახლავთ ჩვენი შიო, ახლანდელი, შემოკარგო. ახლად გამომცხარი წმინდანი, უწმინდესი და უუნეტარესი, რომელთაც გადაფიჩინდა მთელი საქართველო, ოიმი ახალგაზრდა კაცია და უწმინდესი გახდა. უცებ და ეხლა ის არ არქვია ილია რა ყავს და ეხლა შენ ახლა ჩვენი წმინდანი და უწმინდესი და მოსველი და გადამჩენი და ასე შემდეგ და ადგა ის კაცი და ჯერ გაციებული არ იყო ილიას მხედარისე, ჯიპით მოხრიგინდა ბატონო, აგერ იმან შესასვლელთან ფეხით კიდე არ იკადრა კაცო, ფეხით არ იკადრა აგერ 30 მეტრა. წარმოიდგინე, აი ესე ჯიპით მოხრიგინდა გადმოვიდა და მე წითელი ხალიცა გაუშალეს ეკლესიის შესასვლელად თვითონ ეს ჰოლივუდის მსახიობი ყოფილიყო. დილოცეთ ჩემთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. და თავდაბლობით ვემსახურო 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 და თავდაბლობით ვემსახურო. მოკლედ რა, კარგი და ეს სხვათა შორის ეს არის ის თაობა, რომელიც იარაღი დარბოდა ჯაბას მეთაურობით იარაღი დარბოდა თბილისის ქუჩებში. აი 92-ში. დიახ, 13-ში. კი ბატონო, ეს 90. დიახ. ეს ის თაობა გახდა და სწორედ იმიტომ არის ეს არის ბრილიანტის ჯვრის მფლობელი და სწორედ იმიტომ მას გადააბარა ეს ვინაიდან ახალგაზრდა იყო, ვინაიდან იქიდან იყო მოსული ჯაბას ეპოქიდან, ეს ლილიას დალოცვილისგან, რათა არ გაეთქვა შემდეგ მისი სიკვდილის შემდეგ ილიას წოდები. დასაფარად. ხო, აი ხა მოусვინოთ ჩვენ შემოკარგებო შიოს გამოსვლას, როცა ზუგდიდ ჩამოვიდნენ კვართის გამოსვენებას. ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ. უფალი გვეუბნება ჩვენ რომ თუ შენ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ამ ყველაფერ დანარჩენს მატერიალურს მოგცემს ღმერთი. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც. არ დაუჯერო გატყუებენ გაბრიელ, გატყუებენ. არ დაუჯერო გატყუებენ გაბრიელ, გატყუებენ. არ დაუჯერო გატყუებენ გაბრიელ, გატყუებენ. გესმით ხო? აი ეს რა არის? აი ეს ტრაფარეტული, დაშტამპული, ასე ვთქვათ, სიტყვები, წინადადებები, რომელიც ხალხს უნდა უთხრა 21 საუკუნეში ვართ მაგის დედავატრი და ამ ხალხმა ახლა რაღაცა მოდერნიზებული რამე ვერ მოიგონეს საგმოსატყუებლად. ესე იგი რამხელა იმას ტყუილს გვეუნებიან, ნაცარს გვაყნიან თვალში. ესე იგი შენი საქმე რა არისო, მრევლიც გვეუნებიან ახლა. შენი საქმე არ მოყოლ ილოცეო კაცო. ილოცე, მოდი ეკლესიაში, ილოცე. შენ მოგეცემაო ყველაფერი, საწმელიც, მანქანაც, სახლის, ბინაც, ტანსაცმელიც, ყველაფერი მოგეცემაო კაცო, შენ. გამიგე? დადის მე ეს მრევლი თქვენთან, მაგრამ ხელოსნობენ, მაგრამ ვერაფერს ვერ შეულობენ პირიქით. მაგრამ მე ხო ამაზე რამდენჯერ მithქვამს რომ ამათვის 64 არის აქ და ჩვენთვის მათი მრევლისთვის 64 არის იქ. ლონდონის ფილმი ხო იცით გას ხო ესეც ხო ცალკე გამარტე და ესეც ხო განახეთ ყველაფერი ახლა ხო? წადიო შენი საქმე რა არის ამ ქვეყანაზე გასო შენ თუ აქ გინდაო შენ 64 მაშინ ძაღლის მგელიც უნდა იყო მგელზე და მგელზე კიდევ უფრო მგელიო. გამიგე ეს ჩვენ ვართ ვაკო კაცო.
და შეინსტანების ადგილი იქ არისო 60 კაცო, აქ არ არისო 60. Mama, sorry. შენი ადგილი ცაში. მიდი, უნდა შენია. ცაში რა მინდა, მამა? გინდა შვილო, გინდა. ნიცაც ერთა ხვედრია შვილო, ჩემო შენისთანა კაცი აქ ვერ გაიხარებს. თუ ცხოვრება გინდა ყველაფერი უნდა შესვა, ყველაფერი. მგელი უნდა იყო. მგელი და მგელზეც უფრო მგელი. თუ გინდა რომ გაიმარჯვო, ისე კი ყოველთვის ხახამშრალი დარჩა. თუ საჭიროა უნდა იქურდო კიდეც, თუ საჭიროა უნდა მოიტყო კიდეც, თუ საჭიროა უნდა მოკლა კიდეც. ცხოვრება უნიაში. ომში კი ძლიერები იმარჯვება. მართავს გეუბნება, მიწა ძლიერთა ხვედრია. შენისთანა კაცი აქ ვერ გაიხარებს. ვისაც ცხოვრება უნდა, ყველაფერი უნდა შეძლოს, ყველაფერი. მგელი უნდა იყო, მგელი. თუ საჭიროა უნდა იქურდო კიდეც, თუ საჭიროა უნდა მოატყუო კიდეც, თუ საჭიროა უნდა მოჰკლა კიდეც. ცხოვრება ომია, ომი. მართალია, მართალი შენისთანა კაცი აქ ვერ გაიხარებს. მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზეც უფრო მგელი. თუ საჭიროა უნდა იქურდო კიდეც, უნდა მოჰკლა კიდეც. ცხოვრება ომია. თუ მოგიპარავს რამე? თქვენი თუ გიტყვამს. პარასოდეს. თუ გიმრუშნია შვილო. მამა, და ანგელოზი ყოფილხარ და შენი ადგილით ცაში ყოფილი. გაყავით. მიდი. გაბრიელ ცირა. გაბრიელ არ დაუჯერო გატყვევენ გაბრიელ გატყვევენ იაპონიიდან ზამაგაში მისცეს 75,000 რავა, ტყუილია ესეც? ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ. უფალი გვეუბნება ჩვენ რომ თუ შენ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ამ ყველაფერ დანარჩენს მატერიალურს მოგცემს ღმერთი. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც. უფალი გვეუბნება ჩვენ რომ თუ შენ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ამ ყველაფერ დანარჩენს მატერიალურს მოგცემს ღმერთი. აი ესეთ იდიოტობას გვეუბნებიან, აი ესეთ თვალში გონაცაც გვაყრიან. თქვენ თუ ნორმალურად ეხა რომელიღაცა და თუ აზროვნე საერთოდ იდიოტის ოდენაც, ხო? ესე იგი წამდესო. წამს ხალს, მაგრამ აღარ მიეცა არაფერი. არ ტანსაცმელი, არ სასმელი, არ საჭმელი, აღარ ვამბობ უკვე მანქანაზე და სახლ და ბინებზე და იმებზე კაცო. მაგრამ იცით ის რას თქვა მინდა კიდე? ესე იგი ყველა ოპოზიცია თუ ერთმანეთის მაგრამ როგორ დადგებიან ოპოზიციაში, მე ყველა გამოთხრიან რაღაცებს და ყველას ვანახებენ მე ამათ მინისტრების, თანამდებობის პირების, საერთოდ პრეზიდენტების და ასე შემდეგ სახლებს, დაჩებს, სიმდიდრეებს, ყველაფერი და მანქანები ხო გასაგები, ხო? მაგრამ აი ამ პირების, აი ამ სასულიერო პირების, საპატრიარქოსი, აღარ ვამბობ ეხლა კიდე სხვა იმას ეკლესიებში და ტაძრებში რო არიან. საპატრიარქოს სახლებს რატო არ გვანახებენ? არც ერთი, არც პოზიცია, არც ოპოზიცია. რატო არ გვანახებს ვინმე? მათ დაჩებს, რომელიც სხვის სახელზე აქვს, ზოგი ასე ვთქვათ, სიდედრის სახელზე, ზოგი მამიდაზი, ბებიაზი, ბაბუას სახელებზე რო აქვს გაფორმებულები. რატო არ გვანახებენ მათ ბიზნესებს? თუ საიდან მოაქვს ამათ ლოცულობდნენ ბატონო. ილოცეს მაგათმა და მოეცათ. გესმით? რატო არ გვანახებენ? რატო? იმიტომ აკრძალულია. აკრძალულია მთავრობისაგან და იმათაგანაც. და ესენი ხო ორივე ერთია, ტანდემში არიან. გესმით? ეს მარტო ამ მთავრობაზე და ამაზე არ ვამბობ. ყველა მთავრობა ესეა. როგორ ნებისმიერ მთავრობა მოვა, ისინი ტანდემში არიან ერთად. გესმით? ამიტომ ისინი არ გაყიდიან. ერთმანეთს ყავს არ დაჭამენ. მაგრამ ეს აკრძალულია. რატო? იმიტომ მთელი ბიზნესები, როგორც სპირტის ბიზნესით ნებავ,
რა ვიცი, ნარკოტიკების ბიზნესი ამათ ხელში დაიჭერეს ერთხელ ტელევიზიით იყო ეს ყველაფერი. ეს ხო განახედა. დაიჭერეს ერთხელ, გამოვიდა იმის ეპარქიის უფროსი, ის ჩვენთან არ მუშაობს ეხლა. მეორე დაიჭირეს კიდე საბაჟოს რო გადმოქონდა ნარკოტიკზე, ის ჩვენი არ არისო კაცო ის სხვაგან მუშაობსო კაცო მოხსენითო მერე. და ასე შემდეგ ხალხო, მე სერიოზულად გეუბნებით ამას ხალხო. ეს არის მაგისტრალი აწყობილი. ოფიციალური მაგისტრალი აწყობილი, რომელიც ჩვენ თვალგანაა დამალული. კაცო ნარკომანი, გუდელი, აქაურმა, გერასიმემ, სამეგრელოს ეპარქიის მამამთავარმა დანიშნა სასულიერო აკადემიის უფროსად ხალხო, თქვენ წარმოიდგინეთ ნარკომანი, ზარზე მოთამაშე და ნარკომანი. ხედავთ რა იმაში ვართ ხალხო, რა აბიტურები კი არა, გამო დიდი ხანია ასე თქვა. რაც გიქნას, ხო? და ამით დავამთავრებ ხა, აღარ ის უკვე საუბარი. აი ეს სენსაციები, ის რაც მილიონე მარ დაინახეს ეს დაგანახეთ პირველ მეორე მესამე ნაწილებში. და ეხლა კიდე თქვენ კიდე გეუბნებით ჩემს მეგობრებს, რომელიც მხილება რამდენი და ქუდი რომ აქვს, ქუდი პატარა სარეკლამო ქუდი რომ აქვს ფილმის ყოველ დასაწყისში და ყოველთვის 91 ნაწილი რომ მიდის 91-ე ნაწილშია ეს დანახები. თქვილად კი არ ჩამიდია ისე. 2018-ში დავიწყე ამ ფილმის ასე ვთქვათ პირველი მხილების 2019-ში მაბადე. მანამდე იყო ხმალის სიმართლის. და გახსოვთ იქ პატარა მინი გაკეთებული ბანკი, პასაჟი ასეთ რაღაცა, სადაც ეშპაკი განახებს აიმ კომპლექტ. ანუ მე სრულ ყოფილი ვარო. ეხლა ხო გაიგეთ თუ რას გეუბნებოდი მე 2019 წლიდან დაწყებული დღემდე. და ეს სამყარო სათაური კიდევ ცალკე შექმენი არა სამყარო სადაც სატანა მეფობს. ჯერ კიდევ აქ მის მონობაში ვართ, უმრავლესობა მორჩილებაში ვართ, დაგოიმებული ვართ 4-ზე კვადრატზე აყვანილი და უმრავლესობას აღარ უნდა აქედან გამოსვლა. და ასე დაამრიგად ეგეთ დაგიწყეთ იერუსალიმის ტაძრიდან, სატანის სახლიდან. და იმ სატანისტებმა მოიფიქრეს ის, რომ ამდენი რო გაატარეს, ესეც გვაჭამეს. და ქრისტეზე მლოცველი ერი ყოველ დღეში მილიონჯერ ამბობს, ყველა ერთად რო აიღო, ალბათ, მილიონი ნაკლები იქნება. მილიონზე მეტჯერ ამბობს ბოზიშვილობას. იმტკიცებს ბოზიშვილობას. პრაქტიკულად შენ ამბობ, რომ ქრისტე არის ბოზიშვილი, მაგრამ ქრისტეს რანში შენ ხარ თითქოს და შენ ამტკიცებ ამას, ბოზიშვილი ვარ. ეს თუ ასე და ისე და ასე. რაზე უნდა გესაუბრო? ამის შემდეგ. და ასეთები კიდე რომ მომრავლდნენ და ბევრი ჭორები კიდე რომ დამიყარეს და ათასიანი რაღაცები. ნუ ახლა მას დაემატა კიდე ჩემი კომპიუტერის გაფუჭება ერთი ამბავი და მოკლედ ამ სამყაროს ადამიანი მე არა ვარ. ჩემი სათქმელი და ჩემი საქმე ალბათ 20-25 წლის შემდეგ თუნდაც გაამჟღავნებს და თუ დაალაგებს. თუ რა ვთქვი, როგორ ვიბრძოლე, როგორ ვიღვაწე და როგორ მოვედი დღემდე. მაგრამ მე მილიონჯერ უფრო მეტი მაქვს გაკეთებული ერთ კინკილა ადამიანს, ვიდრე აკეთებდეთ 10 და 15 და 20 ადამიანი. ანგარიშიც მქონდა დადებული, კომპიუტერის თანხა კიდე 1000 რამოდენიღაცა ლარია, ისიც არ არის შევსებული. ასე რომ მე 2 და 3 თვე ერთ კომპიუტერს ვეღარ დაველოდები, მე აზია საერთოდ საუბარი. როდესაც აი ესეთ სიტუაცია გვაქვს. ცხოვრობ ბოზიშვილო ქვეყანაში. მაპატიეთ ამ გამოთქვისათვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც არავის არ გინდათ შეცვლა. დედებს მით უმეტეს, რომელთაც გესმით დღეში თქვენი შვილი, ძმისშვილი, დიშვილი თუ მეზობელი თუ ნათესავი არა აქვს მნიშვნელობა.
საკუთარი შვილი კიდე ამას ამბობს. დედის წინაშე. არც ერთი დედა მას არ ეწინააღმდეგება. რაზე უნდა გესაუბრო? კარგად, ბრძანდებოდეთ. არ ვიცი, ჩემი მოbrunება აწე როგორ იქნება, მაგრამ ეს რაც გითხარით, ეს არის მაქსიმუმი. კიდე ძალიან ბევრი მქონდა სათქმელი, მაგრამ არღეს უკვე ელემენტარულად არღეს. ეხლა კიდე მართლა კარგად ბრძანდებოდეთ.